წლის დასაწყისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტრო 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს. უწყების მონაცემებით მარტო წყალმომარაგების სფეროში 23 მილიონი ლარია დახარჯული, საავტომობილო გზებში 215 მილიონი, მშენებლობაში 61 მილიონი, დანარჩენ სხვა პროექტებში კი 6 მილიონი ლარი. სამინისტროს ინფორმაციით უკვე დასრულებულია 114 პროექტი, მათ შორის ავტომაგისტრალის გარკვეული ნაწილის მშენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც დავიწყეთ. ეს არის პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ეს არის იძულებით გადაადგილებული პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ასევე ვისაუბრეთ პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენი სამინისტროს იმ ოპერატიულ საქმიანობაზე, რაც დაკავშირებული არის სტიქიასთან. ვთვლი რომ უპასუხეთ იმ ყველა კითხვას, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა.